ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის გავლება ამ დროისთვის შეჩერებულია. საოკუპაციო საზღვრის გაწვრილ დღეს მხოლოდ რუსული მანქანები გამოჩნდნენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების სახნავ სათესი მიწებიც ექცევა. ბაციკაძეების ოჯახი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მიწის დამუშავებას ვეღარ შეძლებს. არა, ეხლა მოხნული მქონდა და ეხლა იმას აქნეს დამუშავებული მქონდა და ეხლა კიდე შუანაკვეთზე გადევს ზოლი და აი ნაკვეთებს კიდე უნდა მივატოვოთ. ჩემი მოხდა იქით 3 გექტარი. და ჩემს გარდა კიდე იქით აქვთ კიდე ჩემ ახლობლებს და ამ სოფელში კიდე და იმათიც იქით მორჩა რა, იმათკენ არის. ბრეძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თქმით, რუსებმა სოფელ ატოცში მავთულ ხლართების გაბმა ოლიმპიადის დასრულებისთანავე დაიწყეს. მარიამ გულისაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით 30 ჰექტარი მიწა მოექცევა. საოკუპაციო ხაზის გავლება და 4 დღეა მიმდინარეობს. დღეს შეჩერებულია ეთყობა ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით. დაახლოებით სახნავი ფართობიდან არის 15 გექტარი და 15 გექტარით საძოვარი იქნება. ატოცის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ. რამდენიმე დღის წინ სოფელში რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს პლედები და პოლიეთილენის პარკები გადასცეს. ადიელები იყო კარდონის ყუთებში. ცელოფანი იყო შილო და სხვა უცხოე ისინი იყვენ. ამერიკელები ყუთვი ვიცი, ეგ დაგვირიგეს, თვითონ მე დაგვირიგეს იმ ბიჭებმა. უცხოები იყვენ. მოსახლეობამ არ იცის რა ტერიტორიაზე აპირებენ რუსი ოკუპანტები მავთულ ხლართების გავლებას. ადგილობრივების თქმით, შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქართული სოფელი მოექცეს. დღეს აი ხვალზე სადამნე გავაემას მე ვერ გეტყვით, იმიტომ იქიდან საიდან მოდევენ. შეიძლება აქამდე ჩამოვიდეს და ისინი უპირისპირებენ აი იმ ზოლსა. აკეთე ის ზოლი რო არის და ის ნაძვები რო არის. მან იყოს საერთოდ საზღვარი და ისა. ხო და ეგენი უპირისპირ იმასა და აქეთ არის ოსური ქალეთი. იქით არის ნაძვები რო არის ქართული ქალეთი. ჯერა ის სოფელი იყო და მე ესენი ჩამოსახლდნენ. რუსმა ოკუპანტებმა სექტემბერში მავთულ ხლართების გავლება დიცსა და დვანში დაიწყეს. დვანში 3 ოჯახი იძულებული გახდა სახლები საკუთარი ხელით დაეშალა. მათი საცხოვრებლები ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაწვეს. გასული წლის ოქტომბერში კი ის დარჩენილი ნივთებიც გამოიტანეს, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა. ინგა ტალახაძის თქმით, მისი 9 სულიანი ოჯახი ახლა ერთ ოთახიან კოტეჯში ცხოვრობს. დვანის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ. დახმარება მოგცეს რაღაცები, აი ისა კოჭები არის, შიფერი არის, რაღაცები მოგცეს. აი მასალა, ბლოკი რაღაცები მოგცეს. ისა მაცივარი მოგცეს, ისა მაცივარი ტელევიზორი რაღაცები, ისა აბანოსის ინიმი მოგცეს ეგენი. მე ტელეფონი მოუწია და ისა 100 თანხა მოუწიათ, ასე რომ თქვა, თანხა მოგცეთ, თანხა არ მოუწიათ. მათ ესენი მასალები მოგცეს. ჩემი ნაკვეთი 1 ჰექტარი მოყვა საოკუპაციო ზოლს იქით. დახმარება ბევრჯერ მოიტანეს ზოგმა არასამთავრობოებმა, ზოგმა პოლიციამ. ურიგებენ ისეთ ოჯახებს, ვის მარტო ხელაო პენსიონერებიო, პენსიონერიც კი მყავს სახში, მაგრამ მე პირადად არანაირი ერთადერთი არასამთავრობოები იყვნენ, ვის დაკვეთიც იქით მოყვა საოკუპაციო ზოლს იქით. გაზის ფეჩები დაურიგეს. ერთადერთი ეგ რაღაც 28 ლარიანი გაზის მაგის მეტი არანაირი დახმარება არ მიმიღია. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებების რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დვანში მავთულ ხლართების გაბმა განაახლეს და 3 სახლის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებისთვის მინიმუმ 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავდა. რუსის სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მავთულ ხლართების გავლებას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მავთულ ხლართები კონფლიქტს აღვივებს და მხოლოდ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. პრეზიდენტმა დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას ყვარლიდან მიმართა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე ხმის ამაღლებას თხოვა. მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მავთულ ხლართებს არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ადამიანების წინააღმდეგ
მიმართული ქმედება, რომ ადამიანები, რომლებსაც მართულხლართების მიღმა ერთმანეთის ნახვა უნდათ და ერთმანეთთან შეხვედრა უნდათ, მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს ნაბიჯი არის წინააღმდეგობაში გაეროს სულისკვეთებასთან, ეუთოს დეკლარაციებთან, რომელზეც სხვა შორის რუსეთს მოწერილი აქვს ხელი. მე მინდა მიმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ხმა აიმაღლოს ჩვენთან ერთად ამ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არის ქმედება, რომელიც მიმართული არის კონფლიქტის გართულებისკენ. იმიტომ რომ მართულხლართების გარეშე ჩვენ პოულობთ ერთმანეთს, ჩვენ ვეურთიერთებით ერთმანეთს და მართულხლართები მხოლოდ გავლებულია იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტის შენარჩუნება. ქართულ სოფლებში მავთულხლართების გავლებას გუშინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც გამოეხმაურა. პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მსგავსი ქმედებები მოსალოდნელი იყო. თუმცა ახალი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგად რუსეთი მხოლოდ ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციით შემოიფარგლება. მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ, როცა ჩვენ გეგმავდით რა შეიძლებოდა, თვლიდით როგორ შეიძლება რუსეთს განეხორციელებინა თავისი ზემოქმედება საქართველოზე და ოლიმპიადის კონტექსტში ბუნებრივია მას არ გაკეთებდა, რა შეიძლება გაეკეთებინა, ეს ალბათ პირველ რიგში იქნებოდა სწორედ მართულხლართების გავლების განახლება, ასეც მოხდა მეორე დღესვე, ანუ ვერ მოითმინა რუსეთმა განაახლებს, აშკარაა რომ მას სხვა რესურსები ძალიან ცოტა რამ დარჩენია, ჩვენ ვხედავთ როგორ იქცევა ის, როგორ მოქმედებს უკრაინაში, სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ ჩვენ ალბათ მისი მოქმედებს, მაგრამ მალობათმე ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას საშუალებას არაფერს არ აძლევს. დღეს მთავრობის წევრები პრეზიდენტთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ჩავლენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.